Edjak. მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება 8 Talk-ი ახალი ეპიზოდით. დღეს სხვათაშორის ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს თქვენთვის. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს: ქეთა ბაღაშვილი, Beauty Lab-ის დამფუძნებელი და გიორგი დანელია, იუთუბერი, ანტრეპრენერი და ბევრი კაი საქმის მკეთებელი. მოკლედ, მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ზანდებით? სალამი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. შორიდან გიყურებთ დიდი ხანია. მეც მიხარია მოკლედ და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო საკითხებს შევეხებით. ჩვენ გქონია სხვადასხვა ეპიზოდებში საუბარი არაერთ მიმართულებით, მაგრამ მინდოდა რომ დღეს რაღაცა უფრო სიღრმეებში წავსულიყავით. არ ყოფილიყო მხოლოდ რაღაცა YouTube-ზე საუბარი, არამედ უფრო YouTube-ზე იმდენი ილაპარაკეთ? ხო, მეტ თემას შევეხოთ და უფრო სიღრმეებში წავიდეთ, რაც დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ინდუსტრიაში შემოდიან და მოკლედ მარკეტინგს ეცნობიან, შეიძლება დამატებით რაღაცა საინტერესო ინსაიტებიც გაუზიაროთ. პირველი თემა, რაზეც მინდა რომ დავიწყოთ საუბარი არის, რადგან თქვენ ძალიან დიდი დრო გაქვთ დაეტარებული content creation-ში და იცით ეს საქმე მოკლედ, ძალიან საინტერესოა ზოგადად პერსონალური ბრენდის ამბავი და მისი შენება. როგორ შენდება პერსონალური ბრენდი, თუნდაც სოციალურ ქსელში, თუნდაც ზოგადად როგორც აღიქმება ეს ყველაფერი, რა სირთულეები არსებობს, რა ტენდენციები არსებობს და დღეს როგორ ხდება, ანუ ადრე შეიძლება სულ სხვანაირად ხდებოდა და შეიძლება ბევრად უფრო მარტივი იყო, დღეს ბევრი რაღაცა შეიცვალა და საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამაზე თუ გიფიქრიათ და აპდეიტებული ინფორმაციით დაიწყებს ალბათ ქეთა და ჯერ პირველ რიგში, აი ხა წინაზე ვიყავი სალომესთან პოდკასტში და იქაც ვისაუბრეთ ამაზე და იქაც ვახსენე, რომ მე როცა დავიწყე კონტენტის კეთება, საერთოდ არ ვიცოდი ეს ტერმინი პერსონალური ბრენდი და მგონია რომ ბოლო წლებში წამოვიდა უფრო ეს აქტიურად გაუცნობიერებლად მგონია რომ ქვეცნობიერად ესე რომ თქვა ყველა ხვდებოდით რომ რაღაც ბრენდს ვაშენებდით და ჩვენი პერსონალური ბრენდი ხდებოდა ის პროექტები რაზეც მუშაობდით, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში არ გამიაზრები არასდროს რომ რაღაცას ვაშენებდი, სადაც ჩემს იდენტობას ვდებდი. თუმცა რა თქმა უნდა დღეს სხვადასხვა 24-25 წლის ბოლო წელიწადის კვლევა არის LinkedIn-ის, რომ 77% მომხმარებლების თვლის, რომ უფრო ურჩევნიათ პროდუქტი იყიდონ ან სერვისი ისეთი კომპანიისგან, სადაც აიდენტიფიცირებენ რაღაც კონკრეტულ ადამიანთან, ან რაღაც სახესთან, ან კონკრეტულ ხასიათთან, ვიდრე ესე უბრალოდ აი პროფესიონალურად შეფუთული პროდუქტი გამოიღონ წინ და ის იყიდონ. აქედან გამომდინარე, კი, უკვე ყველა მიმართულებაც, აი კონტენტის ნაწილიც უკვე უფრო და უფრო მიდის ავთენტურობისკენ, სინამდვილისკენ, კონკრეტული ხასიათის ნიშნებისკენ, რატომაც არის ახლა მაგალითად UGC content creation-ი ძალიან განვითარებული, რაც ნიშნავს user generated content-ი, ანუ ადამიანები, რომლებიც არ არიან კონტენტ კრეატორები, არ ყავთ მათ 100,000-ობით და 10,000-ობით და მილიონობით გამომწერი, შეიძლება ყავდეს 1000 ან 2000 გამომწერი, მაგრამ გაუგზავნის სიტყვაზე კომპანია პროდუქტს გადაუხდის თანხას და ის თავის გულწრფელ ემოციას გადმოსცემს და მაყურებელს უფრო მეტად სიამოვნებს ბრენდისგან იყიდოს პროდუქტი, როდესაც ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც არ არის მისთვის რელევანტ, ანუ შეუძლია რომ related იყოს, ანუ თავისი თავი ამოიცნოს ამ კრეატორში, ვიდრე პირობითად მილიონობით გამომწერინი ადამიანი, რომელიც უკვე ძალიან რაღაცა წაღარო საუბრობდით, რაღაცა AI ტექსტებით გელაპარაკება, გახაზული და ზედმეტად პროფესიული, ზედმეტად შეფუთული. ამიტომ კი, პერსონალური ბრენდი ძალიან მნიშვნელოვანია. აუ, ქეთა ისეთი ენერგიით და ისეთ მომზადებულია. რავი ხო, 2018 წელს ვიდეო რო გადავიღე YouTube-ზე, საერთოდ არ ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ ანუ ზოგადად მარკეტინგის გუნდში მუშაობდი მაშინ და რაღაცა ამ თემებით დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ ვერ ვაანალიზებდი მაგას რა. და ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ შემთხვევაში ეგრე როგორც ქეთამ დაიწყო, ანუ შემომეშენასავით, რაც არის, რაც ხარ ეგ იყავი რა, YouTube-ზე ეგ ამბავი იყო რა და მე ხო გაანალიზება რომ მოხდა ამ ყველაფრის უკვე რაღაცა პოზიციონირებაზე მე იმაზე დავიხო კონტენტს რო ვაკეთებ განსაკუთრებით წლების განმავლობაში YouTube-ზე და ეს კონტენტი ცოტა ის არის რა, ანუ დიდია და პლუს ჩემ შემთხვევაში რაღაცა როლში არ ვიყავი და არ ვარ, აი რაღაცა მაგალითად რაღაცა ერთ როლში ვარ და ესე ვენახები, აი ჩემი ცხოვრების გაზიარება გამომივიდა YouTube-ზე საბოლოო ჯამში და აქ მე დავფიქრდით იმაზე რომ ხო, აი რაღაცეები არის, რაც თუნდაც ვიდეოს გამო ან იმის გამო რომ პირობითად შოუს უხდება, არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ აი შენს პიროვნებას არ მიესადაგება. რაღაცები გქონია, რა თქმა უნდა, ეგეთებს გაგკეთებია და ალბათ არავის ყველა თავისი ძველი წარსული ისტორია ყველას არის ამაყება, ყველა კონკრეტული მომენტი და ყველა ვიდეო, ხო, ყველამ თავის ვიდეოს გადახედოს. ყველას. მაგრამ დღის ბოლოს უნიშნულოვანესი როლი ენიჭება ამ ყველაფერს და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უკვე რაღაცნაირად რო დაჯდა თუ და დაწყნარდა ჩემს გონებაში რაღაც პირველი ჰაიპის ეტაპმა რო გადაიარა და მე რაღაცა სხვა საქმიანობებს რომ მივყავთ ხელი, მე უფრო მნიშვნელოვანება შეიძინა ჩვენ შემთხვევაშიც რა. იცი მან რა მაინტერესებს, ანუ ამ ყველაფერს ჭირდება დრო, ანუ
ალბათ ეგ არის ხო? თუ აი შეიძლება უცებ რაღაც გაგივარდეს და უცებ მეორე დღეს რაღაცა ძალიან ცნობადი ადამიანი ხარ. შეიძლება TikTok-ის შემთხვევაში ეგრე იყოს. მე მქონია მაგის გამოცდილებაც. YouTube-ს ალბათ სხვანაირი აქვს სპეციფიკა. YouTube-ზე. YouTube-ზე არ ვარ მე აქტიური, ამიტომ მაგნაწილში ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ხო, ანუ ორი მიმართულება აქვს. ახლა მე მაგალითად კონტენტს ვაკეთებ 13 წლიდან. იყოს სხვადასხვა თემები. ნუ ჩემი ყველაზე მთავარი თემა რითიც შეგამოვჩდი ესე სოციალურ ქსელებში იყო მაინც beauty lab და წლების განმავლობაში აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებდი ამ ჩემს პერსონალურ ბრენდს, რომელიც 1000% იყო მიმული ჩემს კომპანიაზე ბრენდზე და ეს ბრენდი იყო მიმული ჩემს სახელზე, რაღაცა აი ერთნი ვიყავთ ესე რა თქვა. პერსონალურ ბრენდზე როცა საუბრობთ, რა თქმა უნდა, არის ერთი მიმართულება, რომ ნელ-ნელა აშენებ ამას, რაც იყო ჩემი beauty lab-ის მიმართულებით და ძალიან დიდი ბევრი წლის განმავლობაში ხალხი მხედავდა როგორც სილამაზის სფეროსთან დაკავშირებულ ადამიანს და მე overnight შეიძლება საერთოდ ახალი ბრენდი შექმნა, ამიტომ არის ძალიან საშიში ეს overnight success-ი, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცასთან ასოცირდებოდე და პირიქით გადაფაროს ის, რასაც წლების განმავლობაში აშენებდი. ამიტომ ზოგჯერ დაგეგმვით და ნელ-ნელი ნაბიჯებით შენგან დამოუკიდებელ დროს შემოგექმნება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს, ვიდრე ის ერთ ღამეში შემთხვევით გავარნილი რაღაც, სადაც რომელიც შეიძლება საერთოდ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს. შენ შემთხვევაში ხო ეგრე იყო. ტვისტი იყო მაგარი იმასთვის, ვინც გიცნობდა. რომ რაღაცა ბაშუაშია საერთოდ. beauty-დან მერე უცებ შავი რაღაცა ხდებოდა და მე ვერ მივხვდი სიმართლე ვერ ავყრები მაგ ამბავს თავიდან. მე იმას აკნა ხო და YouTube-ის შემთხვევაში ეგრე მარტივად არ არის საქმე და ეგ მინდოდა მე თქვა რა ვინმე თუ არ ვიცი დამწყები YouTuber-ი თუ არ ვიცი ბრენდი ეგ კიდე ცალკე დიდი თემაა და მაგაზეც ვიტყვი მე ჩემს აზრს ბრენდებს YouTube-ი უნდა კონდეთ თუ არა და როგორ უნდა კონდეთ და ასე შემდეგ იმიტომ რომ დაიწყო ეგ ტენდენციაც მაგრამ დამწყები YouTuber-ებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა ის არის რომ overnight success არ ელოდოთ განსაკუთრებით საქართველოში სადაც არ ვიცი ალბათ 1,200,000-300,000-ია YouTube-ის მაყურებელი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი მოლოდინი შევიქმნათ რომ YouTube-ს თუ ვიწყებთ ორ კვირაში, ერთ თვეში, სამ თვეში, ნახევარ წელიწადში და ერთ წელიწადში არ უნდა გადაგვინდეს, არ უნდა მოგვბეზრდეს და არ ვიცი, უნდა ეგ мотиваცია თავიდანვე უნდა მოვაგროვოთ, რომ რაღაცა მე long term-ში გავყვეთ, იმიტომ რომ YouTube-ზე consistency არის ალბათ ყველაფერი. ყველგან იდეაში რა, Instagram, TikTok-ზეც თუნდაც ახლა კეთამ რას თქვა, ეგ ხდება, მაგრამ თუ არ აფუშინგე და მე ესკალატორის პრინციპი არის რა, როგორც ყველა წარმატებაში, რომ თუ იქ გაჩერდები, მერე კი არ ჩერდები უკან მოდიხარ რა და ნებისმიერი სოციალური მოწყობილია იმაზე, რომ შენ ოდნავ თუ დააგვიანებ, ანალიტიკაში რო შეხვალ, გული გაგიხეთქოს და გაგიწითლოს ყველაფერი და გაჩვენოს, რომ უკან მიდიხარ და ანუ გაიძულოს კონტენტის დადება რა. კი, მან ერთ რაღაცას დავამატებ მარტო, რა თქმა უნდა, ერთი არის ტექნიკური მიმართულება რა, აი ალგორითმი როგორ მუშაობს და რა თქმა უნდა, ესკალატორის პრინციპი არის, რომ TikTok-ზეც ყოველდღიურად თუ არ დადე კონტენტი დღეში ორჯერ არ დადე, რა თქმა უნდა, აი ხა ის პერიოდი მე როცა ეს მთის კაცის ტრენდი გამივარდა, დღეში დაახლოებით 15-20 ვიდეოს ვდებდი, მაგის ხარჯზე იყო, რომ 100,000 ხო, კი. ანუ აი ერთი თუ სახლიდან არ გავსულ არ საერთოდ. აი პროექტი. ჩავაჭირე მაგას ნიშნავდა ესე იგი. კი, არა, ეს არის dedication-ი აუცილებლად, ხო და იმის თქმა მინდა, რომ ერთი არის ეგ მიმართულება და მეორე აი დამწყები კრეატორებისთვის თუ რჩევებს ვაძლევთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი გაიაზრონ რა სხვაობა არის პლატფორმებს შორის და ვინ არის შენი აუდიტორია, იმიტომ რომ YouTube-ს და TikTok-ს ორი სხვადასხვა მიმართულების და ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე აუდიტორია ყავს. არავის ახლა რა თქმა უნდა შევწყვეტ არ ვაყენებ და არ ვაკეთებ, უბრალოდ TikTok-ი გაჩვევს შენ თვითონ, რომ აი რამდენიმე წამიან ინფორმაციას გაძლევს და უკვე მიჩვეულია მაყურებელი, რომ სწრაფად მიიღოს ინფორმაცია, სწრაფად კონდეს რეაქცია, სწრაფად მოგცეს ჰაიპი, სწრაფად წაგართვას ეს ჰაიპი. როცა YouTube-ზე დინჯი მაყურებელი ყავს, იმას დრო აქვს, რომ იფიქროს, დაამუშაოს ეს ინფორმაცია, რასაც შენგან იღებს და შედეგად მე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის არჩევანს აკეთებს თვითონ YouTube-ზე სხვა ქსელებისგან განსხვავებით. კი, ამიტომ როცა კონტენტს იწყებ, ერთი და იგივე ბრენდი შეიძლება ორივე პლატფორმაზე არც კი გამოგადგეს. სხვადასხვა ბრენდის შექმნაც შეიძლება მოგიწიოს. აი მანდ მაგ ეგეთი კითხვა უფრო აი ბრენდის გადმოსახედიდან რომ შევხედო რა, თქვენი აუდიტორია, ეხა შენ რა შემთხვევაც მოყევი არის ის, რომ შენ ისეთი აუდიტორია ყავს TikTok-ზე, რომ პრინციპში არ ვიცი რამდენი შეიძლება საინტერესო იყოს რაღაცა რიგი ბრენდებისთვის. ხო, ანუ თუ მაგალითად აქამდე პოზიციონირებდი როგორც beauty lab-ის მხარეს, რაღაც შეიძლება რაღაც კონკრეტული ასაკობრივი სეგმენტი ყავდა, კონკრეტული ინტერესების მქონე, რომელიც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, არ ვიცი რაღაცა beauty ბრენდებისთვის, რომელიც შენთან რაღაც კოლაბორაციებს გააკეთებდა. მას შემდეგ რაც აი ეს ჭრელი აუდიტორია შემოეყარა,
და ცოტა აგერია სეგმენტი, აი შენ ხო არ დაგიდგა იმის რისკი, ანუ ძალიან უცბელად ეკითხები, რომ შენი ფასი ბრენდისთვის ცოტა აიჭრა, იმიტომ რომ იცი რა, აი მისი აუდიტორია ცოტა თითქოს ხო არ დავარდა value ამ აუდიტორიის და რაც იუთუბერების შემთხვევაში ცოტა აი მინდა რომ რაღაც ეგ რისკი გამოყო რა, რომ ანუ TikTok influencers ესე რო ვთქვათ. აქვს ეგ რისკი რომ შეიძლება ძალიან ჭრელი აუდიტორია ყავდეს და ეგ პრობლემას უქმნიდეს ბრენდთან პოზიციონირების ნაწილში, რომ შენ რაღაცა თანხას რო ეტყვი იმ კომპანიას, იმან გითხრას ვიცი რა, მე ეს არ მიღებს, იმიტომ რომ შენი აუდიტორია ძალიან ჭრელია. და მე ჩემ სეგმენტს ან გავარტყავ ან არა და სიტყვაზე გიორგისთან ტექის მიმართულებით ან რაღაცა პროდუქტი ბრენდი რომ მივა, რომელმაც შეიძლება არც დასვას ის კითხვა, რომ მანახე შენი აუდიტორიის რაღაც. აი ამას რა პასუხს უბრუნებთ აი თქვენი კი, ძალიან საინტერესო კითხვა არის და ძალიან რეალური პრობლემაა, რა თქმა უნდა. მე მგონია, რომ ყველაფერი მოდის იქიდან, თავიდან როცა რაღაცას ვაკეთებთ და ვიწყებთ, რამდენად რა გაცხლა გვაქვს და რისთვის ვაკეთებთ. მე ყოველთვის არ ვთქვი მომისმენე კიდეც ჩემზე ეს რო უთქვამთ ადამიანებს, ძალიან დაყოფილი და ორგანიზებული მაქვს ჩემი სოციალური ქსელები. ჩემ ინსტაგრამზე საერთოდ სხვა მიმართულება მაქვს, ჩემს Facebook ჯგუფში საერთოდ სხვა მიმართულება მაქვს, ჩემს Facebook გვერდზე სხვა მიმართულება მაქვს, TikTok-ზე სხვა მიმართულება მაქვს. ყოველთვის ორგანიზებული იყო. ჩემთვის beauty პროდუქტების განხილვა ყოველთვის იყო Facebook დახურულ ჯგუფში, სადაც იყვნენ მხოლოდ ქალები, სადაც მხოლოდ ქალები უზიარებდნენ ერთმანეთს პროდუქტებს და პროცედურებს და ასე შემდეგ. TikTok-ი ჩემთვის ყოველთვის იყო გართობა და იყო case studies პლატფორმა, სადაც ვსწავლობდი აუდიტორიას, სადაც ტესტავდი კონტენტს და სადაც ვიგებდი რა შემილია, რომ მე უფრო დიდ მასშტაბზე გავაკეთო სხვა ბრენდებისთვის, პლატფორმებისთვის და ასე შემდეგ. TikTok-ი სიმართლე რომ გითხრა, ყველაზე ჩემი ნაკლებად მონეტიზირებადი პლატფორმა არის, თითქმის ანუ მინიმალური რეკლამა მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის უფრო სწავლის პლატფორმა იყო, ვიდრე გამოყენების. აქედან გამომდინარე, აი იმედები მე არ გამცრუები, იმიტომ რომ ისედაც არ მქონია ამის მოლოდინი, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულებისთვის გამომეყენებინ. აი ეს ციფრი რაც მაქვს, 160,000 ფოლოვერი მყავს TikTok-ზე, ამის გაყიდვა არ მიცდია, ასე რომ ვთქვათ, ბრენდებთან. თუმცა ჩემი მაყურებელი თუ არც მაშინ არ იყო თავის დროზე მხოლოდ ქალები TikTok-ზე, მაშინაც ჭრელი იყო, უბრალოდ ეხლა საერთოდ სხვა მასშტაბებს მიწვდი. ანუ აქამდე თუ მე შემეძლო რომ მხოლოდ beauty პროდუქტებზე მესაუბრა, ეხლა შემიძლია რომ ვილაპარაკო, არ ვიცი, ბინა ბათუმში იაფად. და მაგის მაყურებელი მყავს. ადრე შემეძლო რომ მხოლოდ კრემებზე მესაუბრა. ეხლა ყველაფერზე შემიძლია რომ ვისაუბრე, იმიტომ რომ აი ეხლა რო ვთქვა რომ ნაკვეთი იყიდება ხალხო სასწრაფოდ ხევსურეთში 20 ჰექტარი პირობითად. ამის მაყურებელი მე უკვე მყავს და ამის საშუალება. მე პირიქით მგონია რომ განვითარდა ჩემი ეგ მიმართულება. აი, დიდი მზის ელექტროსადგური გამოვა. კაცი რო ბიზნესმენი. მან სხვა ის არის კიდე მნიშვნელოვანი რაღაც განსაკუთრებით TikTok-ის შემთხვევაში. ან ნახე აუდიტორია ყავს, ცოტა ისეთია, გამომწერები ყავს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდეოს როგორ გააკეთებ და ის ვიდეო კონკრეტულად რა აუდიტორიაზე გავა რა. ამიტომ შენ შეიძლება აუდიტორია ყავდეს პირობითად ხევსურების, მაგრამ მაინც ისე გააკეთოს, რომ გავიდეს იმ აუდიტორიაზე, ვინც ჭირდება. ეხლა მე რაც არ უნდა მაგარი SPF-ის თუ ჰიალურონის შავის თუ რაღაცის შემხვდეს, რა ქვია, ვიდეო ხო არ გავჩერდები. უბრალოდ იმიტომ ვიცი, რომ ოჯახშია რა. თორე არ ვაჩერებ რა. ამიტომ ეგ ინსაიტის მნიშვნელოვანია მანდ. YouTube-ს რაც შეეხება, YouTube-ზე რა იყო კითხვა? მინდოდა ხო, რეალურად აუდიტორიაზე ვსაუბრობდით რა, როცა ბრენდია უყურებს შენს. ბრენდი იდეაში ყოველთვის YouTube-ის შემთხვევაში და ტექის შემთხვევაში ყოველთვის მაინც კითხულობს ხოლმე ინსაიტებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რატომაც არა თუ სიტყვაზე რაღაცა დემოგრაფიას უყურებს, ინტერესებს უყურებს, ასე შემდეგ, მაგრამ მანდაც ეგ არის. YouTube-ზე ბევრად მნიშვნელოვანია ეგ შერასტვირა და აი TikTok-ის შემთხვევაში მე მგონი ეგეც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა 700,000 გამომწერი მყავს TikTok-ზე მე. მაგრამ წინაზე რო გადავდით, ანუ TikTok-ერად რომ მეძახიან ბავშვები რა, TikTok-ერ გაიჩნდა, შეურაცხყოფა მგონია თითქოს, იმიტომ რაღაც ბევრად მეტი რესურსი მაქვს YouTube-ზე დახარჯული, მაგრამ ეს გამომწერები მაინც არის წარნიშნავს, იმიტომ რომ ამ 700,000-დან შეიძლება 200,000 იყოს, არ ვიცი, ბანგლადეში, 100,000 იყოს ბრიტანეთი და რაღაც საქართველოს იყოს 500,000, ეგრეა მე მგონი 500,000-ია ქართველი, მაგრამ შეიძლება ისეთ ვიდეო დავდო და გამომწერმა კონტენტი გაუკეთე, ესეც რომ გაგვიზიაროთ შეიძლება. მართლა? კი. და ისე რატო ტეხავს TikTok? ანუ TikTok-ერობა. არა, კი არ ტეხავს TikTok-ერობა. უბრალოდ სხვა რაღაცით გაქვს დაწყებული რა, ანუ სხვა რაღაცაზე გაქვს მინთხეული და აქ როგორ TikTok-ზე არ სკროლავ, არ დროის ამბავის დროს, ანუ უბრალოდ ვაკეთებ ვიდეოს, შევდივარ, დებ და გამოვდივარ. ნუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ სკროლო რა. ანუ დრო ჩემი TikTok-ზე ძალიან ცოტა იხარჯება.
მაგრამ ეხლა საინტერესო რაღაცას ამბობ ბოდიში რომ გეჭრები, იმიტომ რომ არსებობს ესეთი თეორია, რომ მეტი ნახვა გემატება მაშინ, როცა შენ თვითონ engaged ხარ სხვის კონტენტზე. ულაიქებ, აკომენტარებ და ასე შემდეგ. და აგერ ეგ ეგ მათი ფუნქციონებს დავამატებ კიდე რომ ის რა ქვია რომელ საათზე დადებ და რაღაც ეგეთები. საიდან დადებ ძალიან მნიშვნელოვანია TikTok-ზე. მაგრამ აი რაღაცა ბევრი სრულწმენაც არის ხოლმე რომ აი მობილური რაღაცა ეგეთი ტექნიკური რაღაცები არ არის მნიშვნელოვანი. თავარია ზოგადად ყველგან გააკეთო კარგი ვიდეო რა და დღესგამე თუ არ გავარდება, ხვალ გავარდება. და ეგ გავარდნა ცოტა ესეთი ხო, ტერმინი. იცი რა, აი ხა რაზეც ვაუბრობთ, უფრო დავარქვევდი, რაღაც მოკლედ რო დავარქვა, არის ხარისხი. ეს ერთი ოღონდ არა ტექნიკური გაგებით. ხო, ხარისხი, იმიტომ რომ აი ხა მეც მქონა რაღაც ამასინათ ერთი ადამიანი შემხვდა და აუ საიდანაც რომ საიდან რავი ყველაფერი ჩამოთვალე, რაც სადაც შეიძლება და რაღაცა გამოუჩენილიყავი და ბოლოს ხო TikTok-ზე ხო ნანახიო და ნუ ხო მივხვდი რომ ანუ TikTok-ზე შენი ვიდეოები და ყველასთან მიდის რა. ეგ არის. ხო, აი ძალიან ჭრელი და რაღაც ხო და მე მგონია რომ დრო დადგა რომ ეს კომპლექსი გადავლახოთ და ვთქვათ. რავი, ჩვენ TikTok-ერები ვართ, TikTok-ზე უნდა დავსხდეთ და ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს. ოკეია რა, ანუ როდესაც კონტენტ კრეატორი ხარ, რომელი პლატფორმიდან ეცნობია ადამიანს, ამუშავებდა თავარია შენი პროდუქტი რაღაცა სადღაც ნანახი აქვს რა. მე მინდოდა ეხლა ძალიან ბუნებრივად გადავედით მაგ თემაზე, მე საუბრა ბრენდებთან ურთიერთობაზე რა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე როგორც ააგენტოს გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ქონია შეხება კონტენტ კრეატორებთან არაერთ კამპანიაზე და სხვადასხვა ასე ვთქვათ სირთულებს წავაწყდით და ასე შემდეგ. აი მაგალითად სირთულე მდგომარეობს რაში ახლა ჩემი მხარე რო თქვა რომ მაგალითად აი არ არსებობს რაღაცა კონკრეტული პრაისინგი, არ არსებობს რაღაცა მარტივი ბრიფის დონეზე რაღაცა ურთიერთობა და აი რაღაც ჩვენც მაგას ვიძახით არა და ბრიფს ვხეწებით ხოლმე თქო. კი ბატონო, ხო და მან მივდივარ რა რომ ჩვენ არ დამხვევით. როგორ რაღაცა იცი რომ როგორ ხდება აი თქვენ შორის ეს კომუნიკაცია რა ანუ აი შეიძლება სააგენტო არ იყოს და მარკეტერი იყოს რომელიც კონკრეტული ბრენდის მარკეტინგის მენეჯერი და ძირითადად ჩემ შემთხვევაში ეგრეა ჩვენ შემთხვევაში ეგრე არის აი რა გაკლია ურთიერთობაში მათთან ან რა კარგად მიდის მაგალითად იცი რა არის ეხა ცოტა ისეთ რაღაცას განსხვავებულ არატრადიციულ რაღაცას ვიტყვი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით თან რაღაცა მოკლედ ის ეტაპია ჩვენ შემთხვევაში რომ როდესაც აქეთ ინტერესია ხოლმე ძირითადად მაგ დროს ვიწყებთ ხოლმე თანამშრომლობას ან თუ რაღაც კონკრეტულ სცენარს ვიდეოს ერგება რაღაც კონკრეტული ამბავი დაგჭირდება მაგ დროს ვეხმიანებით ხოლმე ბრენდებს თავიდან მქონდა ძალიან ბევრი სირთულე და მართლა ბრიფამდე დადიოდა ლამის რომ აი ბოლოს ტელეფონზე რომ უნდა რომ მოგაყაროს რაღაცა და ინფორმაცია და რო გერიდება რომ თუ შეიძლება აი თალაგებულად ბრიფი მეილზე რომ მომწეროთ ეგ იყო ხოლმე პრობლემა რა მაგრამ დღის ბოლოს ესეთი სირთულეები როგორც ესეთი ჩვენ შემთხვევაში უკვე მოკლედ დიდებთან რომ მოდიან ეგ თითქოს უკვე გადალახული აქვს და მე ხა ისე ვერ ვილაპარაკებ რაღაც როგორც პირობითად დამწყები ან რაღაცა 40000 გამომწერიანი კონტენტ კრეატორი ალბათ არ ვიქნები თლად კომპეტენტური თუმცა იქ სადაგზე კიდე ჩაგერთვებით იმიტომ რომ სალაპარაკო ძალიან ბევრია და პრობლემაც ძალიან ბევრი ეხლაც არის ხოლმე განსაკუთრებით მაშინ როცა არ გიცნობს ბრენდი და უბრალოდ თუნდაც უბრალოდ იცის რომ 300000 გამომწერი ყავს და მაგიტო უნდა შენთან მაგრამ რო შედიხარ ან რო ერცნობი ბრენდს ხვდები რომ საშენო არაფერი არაა საერთოდ ამაში და ან მაგალითად რომ მოდის შეთანხმდებით ყველაფერი და ეხა უკვე ვისწავლეთ ჭკუა და უბრალოდ კამპანიის დასრულების შემდეგ აღმოაჩენ რომ შენი სარეკლამო ვიდეოს პირობითად ან თუნდაც რიგლიანი YouTube-ის რაღაცა კონკრეტული მომენტი რომელიც მათ ძალიან მოეწონათ ამოჭრილი დაბუსტული ხდება 10 ჯერ Facebook-ზე მან ხვდები რომ ცალკე უნდა გადაგიხადო. ცალკე უნდა გადაგიხადო, ოღონდ ჯერ უნდა მკითხონ, იქნებ საერთოდ არც ერთთან ხად არ მიიღირს ეგ რომ ვიღაცა ბრენდის ესე ვთქვათ სახე ვიყო და რეკლამას ვლაპარაკობდე ყოველ მესამე სკროლავთან რა. ხო გიფორმოს ხელშეკრულება, სადაც წერია ყველაფერი. არ წერია ეგენი. ხო და ეხა უკვე დავიწყეთ ეგ ამბავი რომ ანუ მაგას ჩვენ თვითონ მოლაპარაკების დროს მაგ თემას ჩვენ თვითონ წამოვჭრით ხოლმე და უი ხო ეგ ვიდეო და ბარემ დავდებთ ეგ თემაა რა და აი სიტყვა ბარემ საერთოდ რატო არსებობს ვერ ხვდები დადებით ფორმულირებას სადაც სიტყვა ბარემ კარგია რა და რა ბარემ ჩვენს გამოვიყენოთ არა საყვარელ ეგ არის ორი სხვადასხვა მოლაპარაკება ერთი ჩემ პლატფორმას ვყიდი და მეორე ჩემ სახეს ვყიდი შენთან და ანუ ამბასადორი ხვდები ხო თუ ვყიდი ხო და ეგ ხო ხერხული მე მგონია რომ ყველაფერი მოდის იქიდან რომ კორპორატიული კულტურა ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, ამ სფეროში და მიმართულებაში საკმაოდ მოიკოჭლებს საქართველოში და კომუნიკაციის პრობლემა არის ძალიან დიდი. მე მგონია რომ გააზრებული არ აქვს თავიანთი როლები. საქართველოში PR-ის, მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი მგონიათ რომ არის ადამიანი რომელიც ტელეფონზე დაგირეკავს და გეჭორავება და ანუ darling you're not my friend რატომ მეჭორავები და ანუ ცოტა მოდი პროფესიულად ვისაუბროთ ამ თემაზე. კი მეც ძალიან უშუალო ვარ პირობითად და მიყვარს მეგობრულად საუბარი და არ არის დაწკეპნილი და დატკეპნილი ტექსტებით არ მიყვარს საუბარი, თუმცა რაღაც ჩარჩოები არსებობს კომუნიკაციის. რომ გირეკავს და აუ ქეთ
და ვითომ რაღაცა you have to do a favor for someone ინტერესად ვლაპარაკობ because ვიღაცასთან ეხა გავუბარაზდები შევხვდები დავაი ჩვენ რაც კომენტარები თუ დაწერა ჩვენ ყოფილა უცხო ბარბარიზმებზე და აი უკაცრავად მოდის თითქოს არა ხა მაგდენი ხნის წასული არ ვარო ესე მეშლებოდეს მაგრამ თითქოს რაღაცა შენ გეკუთვნის რომ მას რაღაცა გაუკეთო და არც შენი ბრენდის დამფუძნებელი არ არის ბიძა ჩემი არც შენ არ ხარ ჩემი ნათლია და რატო უნდა გაგიკეთო რაღაც ანუ მესმის ეხა მოლაპარაკების პრინციპები კარგად მესმის და აი ეს რაღაცა გაყიდვების კომუნიკაციები, გასაგებია ეს ყველაფერი თუმცა ჩარჩოებში, მაგრამ აი ეს დაქალური ლაპარაკები და ვაიმე კეთ და არ მიგიყია ეხლა მითხარი სიმართლე. აი ეს არის მგონია რომ ძალიან დიდი პრობლემა რა. მაგრამ მან და წრეში ტრიალებს მე მანდ ყველა კონტენტ კრეატორის და ეს მარკეტინგის და მაგის გადაზღვის გზებით არსებობს წლებმა მოიტანა იქ ჩემ შემთხვევაში ჩემამდე რომ მოდის ხოლმე ხო არა კი დამეგრუდები მაგრამ ჩემ შემთხვევაში ხა პირადად ჩემთან რომ მოდის ეგ თემა უკვე ეგ ეტაპი გავლილი არის ჩემს თანამშრომელთან იდეაში მაგით ხდება მაგის გადაზღვა რა და კიდე ბევრი რაღაცებით შეიძლება ეგ თემა ანუ შენამდე ადამიანი საუბრობს იმ ბრენდთან და მე და ბევრად მარტივია, როდესაც ჩემი თანამშრომელი ჩემზე საუბრობს, აი შენც ახლა მაგას ამბობს უბრალოდ რომ ჩვენც გვერიდება, ჩვენც ადამიანები ვართ, ვიღაც რაღაცას რომ თხოვს, მე ცოტა უარის თქმაც მერიდება ხოლმე რა და მე რომ მივხვდი რომ მეტენება რაღაცეები უარის თქმისა, ვერ თქმის გამო ეგ ამბავიც არის რა. კი, ბარიერები ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც კომუნიკაციაში, ასევე შენი პერსონალური ბარიერები, რომ უბრალოდ რაღაც ბრენდთან აი არ ვითანაშრომდე. მე ეგ ვისწავლე Beauty Lab-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრი არც ისე სახარბიელო პროდუქცია იყო შემოტანილი ბაზარზე და ეხლა ხვდები თბილისია ყველას მეგობარია, იმან დამერეკა და მიწევდა უარის თქმა, იმიტომ რომ მაგით ვაფუჭებდი ჩემს ბრენდსაც, ზიანს ვაყენებდი ჩემს რაღაცა გულთბილ მაყურებელს და აუდიტორიასაც და მანდ ვისწავლე რომ უბრალოდ რაღაცეებზე უარი უნდა თქვა და it's fine it's okay რომ უარი თქვა. იცი რა მაინტერესებს მე შემხვედრია კონტენტ კრეატორები რომელსაც აქვთ აი ესეთი ნოლი ფილტრი და აი რა გინდა რისი რეკლამა გინდა ყველაფერს აკეთებს რა ანუ მაგათი გაფუჭებული არის ეს რომ ოკეი არის. ხო აი ეგ კი მგონია რომ ეგ რავი ჩემი განმოსახედიდან როგორც აგენტოს განმოსახედიდან ვიტყოდი რომ ძალიან ცუდია კონტენტ კრეატორისთვის გრძელ ვადაში, ანუ ეგ ადრე თუ გვიან ძალიან დაგივარდება ღირებულება, შენთან მე აღარც ერთი ბრენდი აღარ მოვა და ისე მივდივართ. დაასრულე თუ გინახეთ და დავა. ერთ სიტყვა მარტო ისე მივდივართ პერსონალურ ბრენდზე და ნიშაზე. თუ პერსონალური ბრენდი არ გაქვს და რაღაცა იდეასთან არ არის ეს ბრენდი მიმული და თუ ყველაფერში კი ხარ, ბოლოს არაფერში კი არ ხარ და პერსონალური ბრენდიც რეალურად ის კი არ არის ხალხი როგორ ხედავს. ეს არის ნიშნავს როგორ აიდენტიფიცირებ, რამდენი ავთენტური ხარ შენს კონტენტთან. და იქ თუ არ არის, მაშინ ხეცი არის მაყურებელი ხარ, რამდენი ცალკე ვილაპარაკოთ რიგ ვიღაც მეტად ინტელექტუალური, ვიღაც ნაკლებად ინტელექტუალურია. ამის უნარი ყველა მაყურებელს აქვს რომ მიხვდეს რამდენად ავთენტური ხარ. მაგას ყველა ხვდება. შეიძლება ვიღაც გააზრებულად, ვიღაც ქვეცრებად მაგრამ აყურებელი ყოველთვის ხვდება, შეხარ ფეიკი თუ არა. ამიტომ ყველა პროდუქტი ვერ მოგეწონება და ყველაფერზე აღფრთოვანებული ვერ იქნები. შენი ნათქვამის საპასუხოდ ვიტყვი ეგეთი ადამიანების საპასუხოდ, რომ მე ანუ მაგალითად ჩემივე ბრენდების ნაწილშიც კი ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვფრთხილობ ხოლმე, როგორ უნდა გამოჩნდნენ ისინი ჩემთან და მე გამოვშთეთ უნდა თუ არა საერთოდ იმ ბრენდების არხზე რა, იმიტომ რომ იმდენად გრევს მე და შენს იმიტომ რომ მართლა ჩვენს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. როდესაც მარკეტერი გიკავშირდება ან რაღაც სააგენტო, მისთვის ეს არის სამსახური, განსაკუთრებით სააგენტო, ხა სააგენტოებზე გადავიდეთ ცოტა ხანში ბრენდები. ხო, ხა გავანცოთ სააგენტო. აქ რო ლაპარაკობთ ის რა. მე ვიდა მაგათი. სააგენტოების მხრიდან, ხო და ადამიანისთვის არის მორიგი სამუშაო და დილით მოვიდა საღამოც წავიდა და ნუ უნდა დაალაგოს ეს დილ და ყოველდღიურობაში რო შედიხარ ხო ხდები ეს ხდება ესეთ ექიმები ლამის ყოველდღიურობაში ექიმებისთვის არის ეს უემოციო ამბავი და ამ ნაწილში განსაკუთრებით და ამ დროს აქეთ ხარ ეს დგას ჩვენი თავი, სახე, ადამიანი, ცხოვრება და შენი მთელი მომავალი. კი მესმის ახლა რომ ეს მასის მიხსიერება საკმაოდ მოკლე არის რაღაცეებში და დრო ყველაფერს გურნავს თუ რაღაც ესეთი. მაგრამ მაინც ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და ვინც ამას აქეთ ამ მხრიდან იაზრებს, ის ბევრად ალბათ უფრო რთულად უყურებს ამ ყველაფერს და შეიძლება ახლა რთულ რაღაცებს ვამბობდე ვიღაცა და პოტენციური
ბრენდისთვის ან დამკვეთისთვის, მაგრამ დღის ბოლოს ეგრე არის რა ვქნა რა. ამიტომ მირჩევნია და ალბათ უკეთესია, რაღაც ნაკლები თანამშრომლობა გქონდეს, მაღალფასიანი და თავი შემოინახო ცოტა ყოფით პირობებში. იმიტომ გზალადაში მაინც უფრო გაგიმართლებს ეგ და ძალიან სწორი დეტალები გაშალე ხა შენ. ხანდახან გქონიათ ხოლმე ბრენდებს, ეგეთი ის შეიძლება ხა თქვენი ზომის კონტენტ კრეატორებთან ეს პრობლემა აღარ არის, მაგრამ ხო არის რომ ბრენდი გიგზავნის რაღაცა საჩუქრად რა. და რო არ სთორაო მაგას რა, მე მაგაზე ბრაზდება რა. ხო და რატომ იგზავნის? ხო, აი მან კიდე ისევ კომუნიკაციაში არის პრობლემა და ხალხი ვერ ხვდება, რომ არის საუბარი, სადაც თანხდებით თანხაზე, არის საუბარი, სადაც თანხდებით ბარტერულ შეთავაზებაზე, თანამშრომლობაზე და არის საუბარი, სადაც საჩუქარს გიგზავნის და საჩუქრის დროს ვალდებული არ ხარ. ხაშლა არის რა, არის საჩუქარი, რომელიც მოგწონს და კითხარია და მართლა კი შეიძლება გააკეთო ადამიანურად ეს კონტენტ კრეატორობა რო გამოაცვალო ამ ყველაფერს და არის საჩუქარი რომელიც იცი რა, ანუ არ არის. იცი გამოიყენო. ხო რა და მე ძალიან ბევრ ჩუქნი ხოლმე რა, ჩემებს თუნდაც მეც გამოვიყენებ, მაგრამ ხო ხდები არაა საჭიროება ამისი რა და ნუ ეგრეთი რაღაცები ერთი კითხვა მინდა რომ მე დავსვა და მოდი ეს თემაც მინდა რომ გავიხილოთ სანამ გავალთ მასე რა ქვია სააგენტოებზე. აი მეგობრები რომ ეს გამისთორე რა. და თუ არ გააკეთე რომ ისტერიკაში ვარდებიან რომ აი რა არის ერთი გადაშეარება. ერთის რა უნდა. ერთის თავის განსახედიდან რო უყურებენ რომ აი თავისთვის ერთი ისტორია არაფერი არა ოკეი, მაგრამ ის ადამიანი რა პროფესიაშიც მუშაობს იმ თემაზე ხო ეგ სხვა არის. მოკლედ it's okay ადამიანი. როგორ მკლავდები ხოლმე მაგას? ადამიანური მომენტები არის. იმიტომ რომ მე თან უარს მაინც ვერავის ვერ ვეუბნები. მეგობრები აღარ ყავს. რაც შემიძლია ვთორავ, მეგობრები ცოტა მყავს, ზოგს არ ხსნი არ პასუხობ, მაგრამ ხო მეგობრებიდან ეხლა არ გახსნა, არ გამოვა მეგობრებიდან და ან ცდილობ რომ აუხსნა რომ ოკეია ან არის ოკეი, ან ალბათ წრინთ რაღაც ცოტა. ან სთორავ რა. მე მინდა რომ ჩემს მეგობრებს უთხრა, ვისაც ეგეთი რამე უთხოვია ჩემს ზედათ მეგობრები არა უფრო უცხო ადამიანები თქო, რომ ძალიან უხერხულია ეგეთი თხოვნა. აი უკიდურესად უხერხულია. გაითვალისწინეთ მეგობრებო, აგერ ხალხი ვისაც პირდაპირ ვერ გეუბნებით ხო. გული გადაშალეს. ჩემი მოვიწმინდეთ და ასე შემდეგ მართლა ძალიან გაუფრთხილდეთ ადამიანურ ურთიერთობებს. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებ ადამიანს კი, მაგრამ იმ ადამიანის განმოსახილება რო უყურებ ეხა აი რა. გაზულუქებული ტიპები ხართ კონტენტ კრეატორები, ფულის მეტი რა გქონთ შემოსავალი შემოგდით. ეხა ერთი გასთორეთ რა. ეგეთი და რა ხო მოკლედ რა. სხვის მაგერად ფიქრი ხო მარტივია. დაეხმარე ქართულ ბიზნესს. რა გაგიჭირდა? და კიდე ისი დამატებაც მინდოდა რა, აი თანამშრომლობების ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იწყება ბრენდისა და კრეატორის თანამშრომლობა და როგორი ჩემ შემთხვევაში სხვაზე არ ვიცი. აი ჩემ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ლიჟბი კი აი ცუდი სიტყვა რუსულად, მაგრამ აი ოღონდ შედგა კი არა, რო შედგა როგორი მოლაპარაკებით შედგა რა. თუ აი ვაჭრობა და აი წია და უწუწუზე ვიწვალეთ, ხვდები რომ რას დაპირებულია, ის უნდა გავაკეთო და დავემშვიდობო ამ ბრენდს და პირნათლად შევასრულო ჩემი საქმე, მაგრამ თუ ბრენდი ისეთია, რომლის მიმართაც ლოიალური ვარ, ან მომხმარებელი ვარ, მიყვარს, მევასება, თან კარგად დალაგდა, მართლა ეხა ბოლო წინა თვეებს მქონდა შემთხვევა, სხვა კრეატორები მეკითხებოდნენ რომ ამდენი რაღაცა რატო გააკეთეო და ესე შეუთანხმდიო, იმიტომ რომ ესე იმდენი რაღაც გავაკეთე. უბრალოდ აი მაგარი სიტუაცია გაიჩნდა, ჩემთვის აუთენტური, მომწონდა რაღაც ექსტრემალური თავგადასავალი რაღაცა და სამჯერ მეტი კონტენტი გავაკეთე. რო დავთვალე ბოლოს მე თვითონ, ვა, მეთქი, მაგრამ იმიტომ კი არ გამიკეთებია რომ ბრენდის ის იყო რა. ეგ იყო რაღაცა ლოგიკური და აუთენტური და ამიტომ ბრენდების მხრიდან ქიმიად შედგა თქვენ შორის. ხო, ბრენდის მხრიდან ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მე მგონია რომ კიდე ერთი შეცდომა, რასაც უშვებენ ხოლმე, ძალიან დიდწილად აი ეს აგენტოებიდან ან თუმცა სწორად უნდა ენდო ბოდიში, თუმცა ვის ენდობი, ეგეც უნდა შეარჩიო. ეგეც გამოთვლილება. აი სააგენტოებიდან თუნდაც ამ ბრენდების მარკეტინგის დეპარტამენტიდან ადამიანებს კიდე ხშირად აქვთ ესეთი განცდა და მეც მქონდა სხვათა შორის ეგ ამერიკაში რომ დავიწყე ჩემი პირველი სამსახური მქონდა ესეთი кейსი რომ რატომღაც გადავწყვიტე რომ აი თითქოს ეს ჩემი ოჯახის ფული არა ეგ რომ მოვფრთხილებოდი ბიუჯეტს და მე აი მოლაპარაკება გაზაზდით ხოლმე ვაჭრობაში უკვე და ეგეთი რაღაც დამემართა მეც სხვათა შორის აი ჩემს ტყავზე მაგამოსული რომ ერთ-ერთ კრეატორთან კომუნიკაციისას მომთხოვა $10,000 მომთხოვა რაღაცა product placement-ისთვის და ვევაჭრე აი მართლა ლილოში რომ გავსულიყავი და რაღაც რომ მეყიდა აი ესე ვევაჭრე ამ ხალხს და $3,000-ზე ჩამოვიყვანე და მივედი ჩემს უფროსებთან და მეთქი მგონია რომ დამაწინავ და გეგონება $7,000 ხა მე მიმაქვს სახლში რა
რასე ვაჭრებოდი, ანუ რავი, ფული მაგისთვის არისო ბიუჯეტი გამოყოფილი, რომ გადაიხადო. ეხლა ესე შეიძლება ყველა საქართველოში არ გიტყვი. ყველა მაგას არ გიტყვის. მაგრამ მე მგონია, რომ ეს რაღაცა ჩვენს იდენტობაში, ქართულ იდენტობაში არის, უნდა ევაჭრო და უნდა დაიყვანო ფული და ხალხო, ეგ ფული თქვენ ჯიბეში მაინც არ მოდის და აი ეს რაღაცა მე აი ეს ურთიერთობები ბანძდება, ეს მოლაპარაკების პრინციპი ბანძდება და გულით აღარ გაკეთებ მე იმ კონტექსტს. ერთს ვიტყოდი მარკეტერების გასაგონად ეგეთ რაღაცას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კამპანიაში გინდა კონტენტ კრეატორის ინტეგრირება, ანუ კონკრეტულად დაახლოებით მაინც იცოდე ვინ გინდა რომ იყოს რა, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ აი უბრალოდ ბიუჯეტი უსროლიათ ჩვენსკენ რა და უთქვამთ, რომ ინფლუენსერები ჩაყარე, ანუ ამ თანხაში 10 ინფლუენსერი მომიქუჩე და რა აი ინფლუენსერი. ხო, რაღაც აი წონით რომ უნდა მიუტანო და მნიშვნელობა არ აქვს რა, იქ შეხედავს რაღაცა ფოლოვერების რაოდენობას, თორე იქ რამდენად რელევანტური რა. ბოლოს ამ ვიდეოს თუ ფოტოსთან, ოკეი. ხო, გავარდნილი თუ არის და რაღაცა, მოკლედ ანუ ეგ ცხადია სააგენტოც ამისთვის არსებობს რომ რეკომენდაცია მისცეს რომელია რელევანტო რომელია რა, მაგრამ მარკეტერიც ეგრე უნდა ფილტრავდეს, რომ იცი რა არის, მე არ მჭირდება რაღაცა ჩემი სფეროდან მინიმუმ მიზანი უნდა კონდეს დასახული კონკრეტული რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოკლედ. რაღაც დამატება გინდა ხო გიო? არა, სააგენტო საქმეო რო თქვი რა, მან სააგენტო საქმე არ არის მხოლოდ ბრენდის მხარეს მუშაობა. და ეხლა მაგას გავუსვამ ხაზს როგორც კრეატორი ის მხრიდან გადმოსახედით რა. მქონია ადრე შემთხვევები მანამ სანამ სააგენტოებთან თანამშრომლობდი, ამ ბოლო დროს რაღაცა ძალიან დიდი ხანია სააგენტოები შევაშინე ძალიან ესეთი ჩემი. მეგონი შემცირნე კიდე რაღაცას იქოს ტრენდი არის ბოლოს, რომ ყველა in-house უფრო ეძებს მარკეტერს. შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ მეც თვითონაც არ მომწონდა ხოლმე ჩემი თავი ამ სააგენტოსთან ურთიერთობაში. ოღონდ ამ პრინციპების დაცვით რა და მე წვალება უწევდათ ხოლმე უფრო რა. მოკლედ სააგენტო არის შუამავალი, ხო, ბრენდსა და კრეატორს შორის და ჩემი აზრით თანაბრად უნდა იცავდეს ამა თუ იმ მხარის ინტერესებს და რატომღაც ისე გამოდიოდა, რომ გამოდის ხოლმე, რომ რაღაცა ვისაც თანხა შემოაქვს, ამ შემთხვევაში ბრენდს ცალსახად ის კი არა რომ ოდნავ რაღაცა, აი ცალსახად, აუ ეხა ბრენდმა ეს გითხრა და უგთხოვ რა, გავაკეთოთ რა, თითქოს ესე გამოდის რა და დღის ბოლოს სააგენტოს მოვალეობა მხოლოდ მეილის გადაწერა და ფორვარდება და გამოგზავნა ხო არ არის. არ ვიცი, შეიძლება უფრო სხვა რაღაცაში მიიღოს მონაწილეობა, შეიძლება ოდნავ შინაარსში შემოვიდეს შენთან საუბარში, აი შინაარსშიც რო არ შემოდიან და ბოლოს იმის გამო უბრალოდ რომ სააგენტოა ჩართული კრეატორი წვალობ, რომ რაღაცა მეტი ინსაიტი გაიგო, აი ძალიან რთული გამოდის რა. და ეგ ამბავი არის მნიშვნელოვანი, აი სააგენტოებმა როგორღაც თავიანთი როლი მხოლოდ გამტარობით არ შემოიფარგლონ. არ ვიცი სააგენტოს მხრიდან როგორ არის, ეგ მაგაზე შენ ალბათ უფრო მეც იტყვი, რომ აი რას უნდა აკეთებდეს სააგენტო. იმის გარდა რომ ეტყვის, რომ შენ აჰა 1000 ლარი და გააკეთე რეკლამა. ეგ ხო არ არის მხოლოდ. ხო, კრეატიულ ნაწილს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა წინა იმაშინ იუთუბერები რო იყვნენ ჩვენთან მოსულები, მათ ისაუბრეს, რომ რაღაცა ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ არსებობდეს სააგენტოებშიო პროფესია, პოზიცია YouTube-ის მაყურებელი, რომელმაც კარგად იცის რა ხდება ვაფშე. იმიტომ რომ თუ მაყურებელი ხარ, მე კიდე სხვა რაღაცეები გეხსნება რა და ეგ ხო, ანუ სურვილი იმის ახლა მე მაშინაც დავაფიქსირე ეგ აზრი, რომ ანუ ძალიან კარგი იქნებოდა სააგენტოები და YouTube-ის კრეატორები პირობითად კიდე უფრო ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, სპეციფიკებს, ანუ სააგენტოში თუნდაც პროექტ მენეჯერებსაც კი ჰქონდეთ ეგ ცოდნა, რომ ანუ თქვენთან როგორ უნდა ისაუბროს და ასე შემდეგ. ანუ მინიმუმ თვითონ იყვნენ მაყურებლები და მეტი არაფერზე არ არის თქო, იმიტომ რომ როდესაც თვითონ თუნდაც იმ კრეატორისა ჩემი მაყურებელი არ არის აუცილებელი იყოს. ვიღაცა სააგენტოს თანამშრომელი, ეხლა მქონია რა ბრენდის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მოლაპარაკება, მე მიცნობს როგორც იუთუბერს, მაგრამ აი მაგარი მაყურებელია პირობითად კალას. ოქტოპუსის უკვე იმან იცის ეგ ვაიბი რა და ჩემთანაც რომ მოდის, ჩემთვისაც ძალიან მარტივია მასთან საუბარი და მისთვის ჩემი გაგება რა. ეხლა კიდე იყო ბოლოს რამდენიმე კომპანია. ეხლა უფრო წამოვიდა ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ დაუბერდით და 7 წელია კონტენტს ვაკეთებთ და ალბათ ის 15 წლის ბავშვები 7 წელს რომ იყურებდნენ, ეხლა უკვე კომპანიის წარმომადგენლები არიან, იმიტომ რომ მართლა მქონდა რამდენიმე შემთხვევა და ძალიან მიხაროდა, იმიტომ რომ ტიპები გაიჩიტნენ და აი პირდაპირ იმენაზე მელაპარაკნენ, რა ენაზეც უნდა ელაპარაკათ და იცოდნენ ყველაფერი და აი ამიტომ მოვედით შენთან, ეს ვიცით და ეს გვინდა და მეთქი შენ გაგახარა ღმერთმა რა. ეგ ამის გამახსენდა ეხლა მე მგონი აღარ მახსოვს რომელმა თქვა, YouTube-ის ძირითადი მაყურებელიო ჩვენი აუდიტორიიდან არიანო კაცებიო. ნუ პროცენტულად რა. და მარკეტინგის მენეჯერებიო პროცენტულად არიან ქალებიო რა და ეგ რაღაცა ის გვაქო რა, აცდენა გვაქო რა, ნუ მე არის. ბიჭებთან მქონდა ეხლა ბოლოს ეგ შემთხვევა და გამიხარდა რომ ის ბიჭი მუშაობდა მარკეტინგის კუთხით ეხლა აქ და ხო, ეგეც არის კი, მაგრამ
ჩემ შემთხვევაში ხე ჩემი YouTube ხო, ჩემი YouTube არხში იყოფა ეს კესი, საკმაოდ ისე რაღაც 60-40-ზე თუ 55 ეგრე არის და ესე მაგრამ ხო აი სპორტული და ეგეთი მიმართულებით გოგოები უფრო ნაკლებად არიან ხოლმე YouTube-ის ამბავში ჩართული. YouTube-ზე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ დიფანსურება უწევს და ასე შემდეგ. ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს, მე მაგ კიდე ერთი საკითხი, რაც მაინტერესებს, არის მინდა შევეხო ხა უფრო თქვენ როგორც ბიზნეს აქტივობებს და შეგვიძლია ვისაუბროთ beauty lab-ის შემთხვევაში რა როლი აქვს ზოგადად მე თქვენს აი ამ გავლენას ესე რომ ვთქვა საზოგადოებაზე უკვე ბიზნესზე და ძალიან ბევრი კონტენტ კრეატორი წარმატებული გვინახავს რომელიც მე რაღაც თავის ბიზნესს იწყებს ან პირიქით ბიზნესიდან და ამ ყველაფერს cross-selling-ს აკეთებს და ეს შენი value რაც გაქვს მე ჩემს кейს მოვყვები ხო როგორ მოქმედებს უკვე ბიზნესზე შეიძლება ზოგ შემთხვევაში უარყოფითადაც მოქმედდეს არ ვიცი იმიტომ რომ ყველანაირად ბევრნაირი ის არსებობს რა და ქეთა შენ შემთხვევაში რა ხდება beauty lab და როგორ ამუშავებ ამ ყველაფერს იცი რა მაგით დავიწყეთ მე მგონი დღევანდელი საუბარი რომ ისევ პერსონალურ ბრენდზე მიდის და რამდენად კავშირში არის მე იმ ბრენდთან რასაც აშენებ. ჩემი кейსი ესე იყო რომ მე ძალიან პატარა ვიყავი როცა დავიწყე ყოველ შემთხვევაში მაშინ ესეთი აქტიური არ იყო კონტენტ კრეატორობა და მაგალითიც არ მყავდა ბევრი ვინმეს განამემე სწავლა 19 წლის ვიყავი beauty lab-ი რო გავაკეთე მაშინ არც მარკეტინგი არ მესმოდა არც რეკლამა არ მესმოდა არც კონტენტი და საერთოდ სოციალური მედიის მენეჯმენტი როგორც ესეთი ახალი თემები იყო მაინც ასე თუ ისე შესაბამისად ერთად გავიზარდეთ მე და beauty lab-ი და მე გავხდი beauty lab-ი და beauty lab-ი გახდა მე ასე რომ რაღაცა ესე შევეზარდეთ ერთმანეთს და cross-selling-იც მე მანდან წამოვიდა რომ ყველა ჩემი შემდეგი პლატფორმა სანამ აი ამ TikTok-ის შარშანდელ კონკრეტულ ტრენდთან მივიდოდით რომელიც кейსი იყო რაღაცა რომელსაც მეცადინეობდი და ვსწავლობდი იყო ყველაფერი მიმული ისევ მაინც აი ამ ბრენდთან და დღესაც მაინც ყველაზე მეტად მაგასთან მასოცირებენ. და როცა ესეთი ნიშური მიმართულება გაქვს, სადაც კონკრეტულად სილამაზეზე, კონკრეტულად თავისმოვლაზე და კონკრეტულად ქალების თავისმოვლაზე აკეთებ აქცენტს, მე რა თქმა უნდა გაქვს ეს ინფლუენსი ამ და დღემდე მომდის, მიუხედავად იმისა, რომ ეგრე აქტიურად აღარ ვარ beauty lab-ში ჩართული, დღემდე მომდის მესიჯები, რომ აი შენ გეცოდინება ვინ არის ქალა. 3 წელი საქართველოში აღარ ვცხოვრობ. 3 წელია უკვე beauty სფეროში და ეგრე აქტიურად აღარ ვარ, მაგრამ მაინც დღემდე მომდის კითხვები, რომ შენ გეცოდინება ვინ არის ყველაზე კარგი ბოტოქსის სპეციალისტი, შეგეცემა ყველაზე კარგი პროდუქტი რომელი, იმიტომ რომ უკვე ასოცირდები იმასთან, რასთანაც გაიზარდე რა, როგორც შედეგი, როგორც კონტენტ კრეატორი, როგორც community builder, როგორც ანტრეპრენერი, იმიტომ რომ მე ჩემი ტექ კომპანიაც ისევ ამ მიმართულებით მქონდა გაკეთებული. არ ვიცი, რამდენად გავიცი შენს კითხვას, პასუხი რამდენად რელევანტური არის ეს მსჯელობის ფიქრის პროცესი, მაგრამ ხო რა, ჩემ შემთხვევაში აი უბრალოდ ესე შევეზარდეთ ერთმანეთს და ერთად შევდექით. და ეს შენი ცნობადობა, აი თუნდაც რაღაცა სხვა, ეხა შეიძლება ამერიკის ბაზარზე ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ აი ქართულ რეალობაში რამდენად გეხმარება ბიზნესის კეთებაში, რაღაცის დაწყებაში, კონტაქტების ნაწილში და ასე შემდეგ. და ყველაფერში მეხმარება. ეხა beauty lab-ის кейსზე მაგალითად ჯერ გავაკეთე community-დან გადავედი მე რაღაცა სარეკლამო სააგენტოსავით ჩამოყალიბდა, რომელიც იყო კონკრეტულად beauty კომპანიებისთვის და მე რამდენიმე რაღაცა წელიწად ნახევარში დავიწყე ტექ კომპანიის შენება, ხო? ანუ აპლიკაცია იყო, ონლაინ რეზერვაციების სისტემა, სილამაზის სალონებისთვის, ესთეტიკური ცენტრებისთვის და აპლიკაცია ასევე end user-ებისთვის, რომლებიც ონლაინ დაჯავშნდნენ პროცედურებს. ამის კეთება რომ დავიწყე ფაქტობრივად თვენახევარში უკვე მყავდა თითქმის 200 სალონი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ეს არის პერიოდი, როდესაც სილამაზის სალონები ჯერ გაციფრულებულები არ არიან და ჯერ კიდე ჯავშნებს აკეთებენ Excel-ის ფაილში ან ფურცელზე იწერენ, ხო იცი, მასწავლებლებს რო ქონდათ ხოლმე ნიშნების ჩასაწერი დიდი რვეულები, აი ამაში ხდებოდა ხოლმე რეზერვაციების გაკეთება. ანუ მე არათუ მომიწია ვიღაცისთვის ჩემი პროდუქტის მიყიდვა, მომიწია სისტემის და საერთოდ ფიქრის პროცესის მიყიდვა და გაციფრულების მიყიდვა. შესაბამისად მე ამას ვერ გავაკეთებდი, რო უკვე არ არსებული ბრენდი არ მქონოდა, სახელი არ მქონოდა, ნდობა არ მქონოდა ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ მიყურებდნენ მანამდე 2 წლის განმავლობაში, რას ვაკეთებდი ამ ინდუსტრიისთვის საქართველოში. შესაბამისად, ეგ ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება უკვე მაყურებლები, ანუ ბიზნესთან კომუნიკაცია გიმარტივდება, იმიტომ რომ იციან ვინ ხარ, რა გეკეთები და შენი უნარები, ასე თუ ისე, შენ მაგათ თვალწინ გაიზარდე, ესე რომ ვთქვა. ხედავენ და მე მაყურებელი მიყურავდნენ ესენით ასევე 2 წლის განმავლობაში, იცოდნენ რომ მომქონდა სეილები ამ გოგოებისთვის ბრენდებისგან, რომლებიც სეილებს არ ეკეთებდნენ, ვაკეთებდი ამას კონტენტს, საჩუქრებს იმას და უკვე ნდობა აქვს, რომ მე
ვიღებ ზრუნავ ამ ადამიანებზე, იციან რომ მე ამ ინდუსტრიაზე ვფიქრობ, გული შემტკივა და ვცდილობ რომ რაღაც პრობლემა ვიპოვო და გამოვასწორო. და აქ მე რაც ძალიან დამეხმარა იყო რომ მე კონტენტ კრეატორი მაგ მომენტში არ ვიყავი ამ ადამიანებისთვის, მე ჩვენ ვიყავით community, კომუნა, სადაც მე კი არ ვანონსებდი რას ვაკეთებდი, მე მათთან ერთად ვქმნიდი ამ პროდუქტს. ყოველ დღე ეს ფერი მოგწონთ თუ ეს ფერი, ეს აიკონი ჩავსვათ ამ აპლიკაციაში თუ ეს აიკონი, ყველა მიმართულებაზე იყო ყოველთვის მსჯელობა და ყოველი ჩემი ჯგუფის გოგო ვისაც ინტერესი ჰქონდა, ჩართული იყო ამ პროცესში. შესაძლოა ნდობა დიდი იყო და 3 თვეში თუ რაღაცა 2 თვენახევარში ყავდა 20,000 უნიკალური ვიზიტორი კოვიდის პერიოდში, რაც ნუ აი რა ვიცი წარმოუდგენელი ციფრები იყო. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიან პატარა ასაკში რომ ეგ ამეკეთებინა და კი რომ დაუბრუნდეთ ისევ შენ კითხვას და რომ შევაჯამოთ, კი აუცილებლად რა თქმა უნდა გავლენა გაქვს, რაც გიმარტივებს მე შენს ყოველ შემდეგნების ეგ კი არა ამერიკაში ახლა რასაც ვაკეთებ, ქართული დიასპორის რაღაც ნაწილით ვიწყებ, იქაც მეხმარება ეს ჩემი წლების დაგროვილი ურთიერთობა ჩემს მაყურებელთან, რომ პირველი ნაბიჯები უფრო უმტკივნეულოდ და მარტივად გადავდგა. ამიტომ ეს არ გტოვებს არასდროს, თორე რელევანტური დარჩა. რა თქმა უნდა. განსაკუთრებით, როცა long term-ში გრძელდება ეს ყველაფერი, მან ტყალიბდება ალბათ ყველანაირი ნდობა, იმიტომ რომ გამოცდილება და ეს ნდობა ხო დროში მოდის რა რეალურად. ჩემ შემთხვევაში ეგრე არის, როგორც შენ ამბობდი, აი სადაც კი რამე დრონს პროპელერი გაძრება, ყველა პროპელერი ვიცი წესით. ანუ ეგეთი წარმოდგენა არის რა და ეგრე შევეზარდეთ ჩვენ შემთხვევაშიც ბრენდს. ხო, მაგრამ შენ ბიზნესი მანამდე გქონდა ხო დაწყებული? ანუ მე არ მახსოვს უბრალოდ რომელი იყო პირველი. კოპტერი იყო პირველი რა. კოპტერი იყო პირველი, იმიტომ რომ მე ზოგადად ფრენასთან მქონდა რაღაცა ისეთი ძალიან მომწონდა და მიყვარდა და მინდოდა და არ ვიცოდი და პირველი იყო დრონი, რითაც ეს ფრენა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მე უკვე ფრენას დავიწყე skydiving-ი, მაგრამ ეგ იყო მაგითი დასაწყისი რა, მაგის დასაწყისი, ნუ დიდი ისტორიები იყო, მაგრამ დღესდღეობით ეგრე გამოდის, რომ სადმე ანუ რამე დრონთან დანელია გიორგი ახსენდებათ და არ ვიცი გადასაღებია, საქმეა, ადამიანია, მოსაძებნი, სამძებროს სამაშველო სამუშაოებია თუ ტვირთია გადასატანი, ყველაფერზე ეგ ძალიან მაგარია რა. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის პლუს მინუსები აქვს და ასევე მინუსებზეც ხეთას არ გავუმახვილები ამაზე ყურადღება და მინუსები ალბათ ის არის, რომ ადამიანური რისკები რაც ახლავს შენს ადამიანობას, ის მერე ბრენდზე შეიძლება გადაიზარდოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანდ სწორი ის გქონდეს რა. მე ამის ხოს მაგის ანუ როგორ ფილტრავ, ანუ შენი ფილტრი გაქვს რამე რითაც აი ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ მანდ არის ძალიან დიდი რისკი, რომ ის შეიძლება მოხილდე. რომ მე შენი თავი დაკარგო. ხო და აი ეგ უნდა გიწევს რომ იფიქრო არა ერთი ადამიანის ნაცვლად, არამედ ადამიანის და ბრენდის ნაცვლად. როცა როგორი შედარება მომივიდა, ისე უცებ რომ აი მარტო რო ხარ სანამ ოჯახს შექმნი, ვისაც ოჯახი ყავს, აი ხო ხდე მარტო შენი თავი გაბარიაო და მე მეუღლე რო ყავს და შვილები და უკვე ეს 3 ადამიანის ნაცვლად რო უნდა იფიქრო თუ რაღაცა ეგეთი გამოდის რა, აქაც რო მარტო შენ არ ხარ და რაღაც პონჩი ხო მე შენი თავი არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რადიკალური ვეღარ ხარ ყველაფრის მიმართ რა, ვერ გამოხვალ და ვიღაცას ვერ შევუკურთხებ პირობითად, როგორც მარტო შევუკურთხებდი, იმიტომ რომ აქ ეს შენს უკან ბრენდი არის და მე გამოდის, რომ ეს შენ ბრენდის სახელით საუბრობ და მე მაქვს ამაზე კარგი მაგალითი რა, ეხა პოლიტიკური ნაწილში არ მინდა რომ გადავიჭო, თუმცა მაინც ეხა ჩვენი ცხოვრების ყოველს თანხლები ნაწილი არის და განსაკუთრებით მარკეტერებს ძალიან რთულად გადააქვთ ხოლმე ეს ამბავი საქართველოში ქვეყანაში და სოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. Beauty Lab-ი საკმაოდ ისეთი influential პლატფორმა იყო წლების განმავლობაში და რამდენჯერაც საქართველოში რაღაც ესეთი მძიმე პერიოდი გქონდა ხოლმე პოლიტიკურად აქციების პერიოდები, დარბევები ისინი ესენი, მე მქონდა ორი ვარიანტი, ხა ჩემ ჯგუფში ვიღაცა არის იმის მიმდევარი, ვიღაც არის ამის მიმდევარი, ვიღაცას მოსწონს ის რომ არბევენ იქ ქუჩაში, ვიღაცას ძალიან არ მოსწონს და მე ან უნდა გავჩუმებულიყავი, ან რაღაცა რო შედარებით ლაითად მესაუბრა ესეთ თემებზე, ან უნდა მეთქვა ის რაც უნდა მეთქვა, ან უნდა დამეზიანებინა ჩემი დამეზიანებინა ჩემი შემოსავალი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ პროპორციული იყო რამდენი ადამიანიც იქ ჩემზე გაბრაზდებოდა, გავიდოდა ჯგუფიდან და მე ნაკლები ადამიანი ყავს, რომელსაც რაღაცა შევთავაზე პროდუქტს, რომლის გაპიარებაშიც და გარეკლამაშიც მე თანხას მიხდიან, ხო? პირდაპირ კავშირში იყო, აი პირდაპირ ჩემი შემოსავლის ამბავი იყო. თუმცა მე ჩემს თავთან რო ვჯდებოდი, აი ეს როგორ უნდა მიხვდე, როგორ უნდა გაფილტრო რა. რაღაცა ფუნდამენტური ღირებულებები ხო ყოველს გაგვაჩნია და რაღაცა არის რომ აი უბრალოდ არ მიიღირს არაფრად. მე მქონია და რა ვიცი, ხა ეს შეიძლება არ არის ყველაზე ჭკვიანური საქმე რაც გამიკეთებია, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ გამატარო, ყოველ ჯერზე იგივეს გავაკეთებდი. მე მქონია თვეები Beauty Lab-ში შეჩერებული რეკლამები, შეჩერებული მუშაობა და აი 0 თეთრზე ჩამოსულა ჩემი შემოსავალი რაღაც თვეების განმავლობაში, უბრალოდ იმიტომ რომ უარი მithქვამს რაღაც პერიოდის განმავლობაში ბრენდთან კომუნიკაციაზე, თანამშრომლობაზე, რეკლამის
კამპანიის გაკეთებაზე, ან თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი გამოსვლით და ჩემი ნუ ეგეც ერთგვარი ღირებულების ბრენდის დაცვით, ღირებულება. ხო, იდენტობა დამიკარგავს ბევრია, ხო და მაგას ვამბობ რა, რომ აი ეს იდენტობის შენარჩუნება, ისე რომ ბრენდი არ დააზიანო, თან მაყურებელი ვიღაც დაკარგო, მაგრამ რაღაცა შეწირვათავით გამოგდის, ეგ ყველაფერი გაატარო ისე. ბრენდი ხო ძალიან გავს ადამიანს რა, ანუ განსაკუთრებით თუ შენ საკუთარ ბრენდს აშენებ, ანუ როგორც ანალოგიურად შეიძლება რაღაც აზრი გამოთქვა და შენმა მეგობარმა შენი აზრის გამო შენზე გული აიცრუოს პირობითად, ხო? ხო ხდება კი, მაგრამ ხო მეგობრებში მაგაზე ხდება. ვსაუბრობდით, რომ უკვე შენი თავი აღარ გაბარია, ბრენდი გაბარია და ხო, ბრენდ ბიზნესი არის. ადამიანთან ხო და ეგ პარალელი მინდა მეც რო გავალო, რომ ანუ რეალურად თქვენ ხართ ადამიანები და ბრენდები, რაც ნიშნავს, რომ ბრენდით შეიძლება იყოს ადამიანის მაგვარი, ხო? რაღაცა. კი, იდეალურ სამყაროში ყველა ეგრე დავინახავდით. და როგორც შენ რაღაც აზრის გამოთქმაზე შეიძლება შენმა საკუთარ მეგობარმა გაგკითხოთ მაგაზი, ანალოგიურად ბრენდი რო რაღაც პოზიციას დააფიქსირებს, ისიც გაკითხოს თავისმა ერთგულმა მოხმარებელმა და ბრენდის შექმნა ხო რაღაცა ეგ უბრალოდ აი ძალიან რაღაცა უფრო შუალედია ხოლმე საპოვნი რომ რაღაცა არც მწვადი დაწვა და არ ჩამფურიო როგორც იტყვიან ხოლმე. კი, და პლუს შენ ეგ რამე მიყვარს რომ მიაჭირე და თქვი რაც სათქმელია რა არ შემიძლია ეს არც მწვადი არ ჩამფური არ შემიძლია. პლუს მნიშვნელოვანია ისიც რომ აი როგორ ისიც არის მნიშვნელოვანი როგორ ესე ვთქვათ თუ განსაკუთრებით რამდენიმე რაღაცა კომპანიის ამბავი გიწევს თუ აი საქმიანობები გიწევს აი მანდ დოზასაც აქვს მე მნიშვნელობა რა იმიტომ რომ მე შენი ეფექტურობაც განილევა ესე ვთქვათ იმიტომ რომ ადამიანის გონებას ზოგადად ეხა ხო ციფრულ ერაში ვცხოვრობთ ფილტრი ძალიან ისე გვაქვს განსაკუთრებით სარეკლამო რაღაცების მიმართ და ეგ დოზაც უნდა დაიცვა რომ შენი ავთენტურობა პირადი შეინარჩუნო კონტენტის კუთხით და რაღაცა შენი თუნდაც შენივე კომპანია რაღაცა 80% შენი კომპანიის რეკლამა თუ გამოგდის შენ უკვე კონტენტ კრეატორი არ გამოდიხარ შენ გამოდიხარ შენი კომპანიის სახე ნუ შენს ბიზნესს არეკლამოთ მარტივად რო თქვა რა ამიტომ აი მანდაც მაგარი ბალანსი არის და მაგაზე მიწევს ხოლმე რა ხშირად და ვცდილობ რომ ეს ხებსაც დავუთმო ხოლმე და ამას წინაც ჩემებს თხოვე რომ აი თქვენ გადაიღეთ მიდით მე რა რო აი მე ეს ხანახა ხო არ გერიდება შენი პროდუქტის რეკლამა მე მერიდებოდა თავიდან მერიდებოდა ძალიან აი ეგ გამახსენდა მან როდის გავაანალიზე იცი რომ თან კონტენტ კრეატორი ვიყავი და თან ბიზნესოვნერი აი ძალიან გვიან ანუ კი ვერ ვაკავშირებდი ანუ ამას ვაკეთებდი კომპანიაც ისე დავიწყე აი ბავშვურად რაღაცა ექსაიტინგ რო აი ფრენა დრონი რაღაცა მიყვარს რა ეგ საქმე ფეშენ მაგრამ ამასაც ეგრე ვაკეთებდი და ორივეს ვაკეთებდი პარალელურად რა მე რაღაც ამას ოდნა მოვადუნე იმიტომ რომ აქეთ თეო იყო პირობითად და შვიდად ვიყავი და აქეთ და მე უცებ გავიაზრე რომ ვა ეს ორი შემიძლია ანუ მეთქი სხვებთან ვარ და იგივე აქაც მე ძალიან გვენ გავიგე რომ ორივე შემიძლია მეც ეგრე ვიყავი ჩვენი აპლიკაცია რო გამოვუშვით ვერ ვაკეთებდი რა რეკლამას და სკრინს დავდადი და წინ ვიჯექი ხოლმე და მაგრამ როდესაც თუ დაალაგებ მე ასაკთან ერთადაც იცლება რაღაცები კიდე შენს ასაკთან ერთადაც რა რაღაცეებში მე ის რაღაც გარეგონკაობები თუ რაღაცა ფოთვები რო ჯდება რა როცა ახალგაზრდა ხარ კიდე სხვანაირად ფიქრობ რაღაცებს და მე ცოტა ნენელა რომ უფრო კიდია სხვები რას ფიქრობენ შენზე თუ რაღაც ეგეთი მე უფრო დამჯდარი და კარგად ლაგდება ეგ ყველაფერი რა პლუს იმუნიტეტი ცოცხლე ძალიან საინტერესო საუბარი არის მე ერთი კითხვა რაც მაგ ბოლოსკენ შემონახული არის ზოგადად TikTok-ზე აქტიურად ხდება ხოლმე ეს ტრენდი როდესაც red flag-ებზე მიდის საუბარი და რაღაცა ბევრნაირი მიმართულება არსებობს რა კაცის red flag-ები გინდა ჩამოთვალოთ კონტენტ კრეატორი კაცის red flag-ებზე ქალის red flag-ებზე არ ვისაუბროთ მარკეტინგულ red flag-ებზე ვისაუბროთ რა ანუ რა არის თქვენი განმოსახედიდან მიუღებელი ზოგადად არ ვიცი შეგვიძლია ბრენდთან ურთიერთობისას ავიღოთ შეგვიძლია ავიღოთ არ ვიცი პროდუქტის გარეკლამების ნაწილში ან რა არის ინდუსტრია რომელსაც არასდროს არ გაარეკლამებს სიტყვაზე ხო ანუ ყველანაირი red flag-ი შეიძლება არსებობდეს და ძალიან საინტერესოა ეგ გაუზიაროთ და ბოლოს მე ერთი კითხვა მექნება თქვენთან და მაგით კი ბატონო ეხლა რაც მახსენდება, რაც ვახსენე უკვე ეს კომუნიკაციის პრობლემა არის ჩემთვის დიდი red flag-ი. Red flag-ი არის, როცა აი ესე უხეშად ბრენდი გამოაჩინე და რაღაცებს ვიგე ლოგო გამიდიდებია მაგ ამბავს. თუ გინდა რომ ჩემთან ითანამშრომლო, მოდი ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ჩემთვის კონტენტი არ ნიშნავს რომ უბრალოდ ვიდეო გადავიღოთ და დავდო ამაში მე ჩემს ინტელექტუალურ რესურსს ვდებ, ამაზე მე ვფიქრობ, მუშაობ, ვცდილობ რომ მოვარგო ჩემს ბრენდს, მაქსიმალურად ბუნებრივად გადმოვცე ის მესიჯი, რა მესიჯის გასავრცელებელი გაქვს
და აი შუბლზე ნუ დამაწერა შენს ბრენდს და მაცალე რომ ყველაფერი smoothly გავაკეთო. აი მაგის საშუალებას ბევრი ბრენდი არ გაძლევს და ეგ ძალიან გამაღიზიანებელია. კიდე მე მგონია რომ უნდა ხვდებოდნენ როცა ცოტა გამოცდილ კრეატორთან მუშაობენ, ცოტა მეტი თავისუფლება უნდა მისცე, იმიტომ რომ უკვე გამოცდილება აქვს. მე მქონდა კიდე მაგათაც ერთი კომპანია, რომელთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდი, live chart-ებს ვაკეთებდი ხოლმე, მაშინ ჩემი ყველაზე დიდი კონტენტი იყო ძირითადად live chart-ები Facebook-ზე. ბიუთილაბი როცა აქტიურად თანამშრომლობდა ამ ფარმაცევტულ და ბიზნეს კომპანიებთან და ერთ-ერთი ბრენდი იყო live chart-ების დროს მოდიოდნენ და ტექსტი მოქონდა დაწერილი ჩემთვის. და ტექსტი წამეკითხა. და მეთქი ანუ აი ყველანაირ შენიშვნას მივიღებ რა, ყველანაირ შენიშვნას მივიღებ ცხოვრებაში, მაგრამ ტექსტის დაზეპირებას რომ მე მომთხოვ ანუ ხა ჩემთან რატომ მოდიხარ და რატომ მიდიხარ სხვასთან, იმიტომ რომ აი ესე ვლაპარაკობ, როგორც ვლაპარაკობ რა, რომ გულით და სულით და ენერგიულად და სიტყვის მარაგი არ მელევა და ასე შემდეგ. ტექსტები მოქონდა და ხოდნენ რომ სათითაოდ მეთქვა ყველა სიტყვა, რა თქმა უნდა, მაინც არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდი თავს და მაინც ჩემით ვიგონებდი იმ ტექსტებს, მაგრამ აი ეგეც ძალიან უხერხული არის, რომ უნდა ხო იცნობ ხა ადამიანს, ვისაც ეკომუნიცირები, ვიღაცას სჭირდება იმ ტექსტის დაწერა და ვიღაცას არ სჭირდება და ეგეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. მაგის გამოსავალს მიაგნო ბევრმა ბრენდმა. ტექნოლოგიების დახმარები, AI მოდელები თუ ასე შემდეგ, მაგრამ სანამ ეს მოვიდო და მე ყოველთვის მასეთ ბრენდებს თავიდან მოლაპარაკებისას ამას ვეუბნებოდი, რომ თუ ეგეთი რაღაცა გინდათ, ჩემთან ძვირი დაგიждდებათ, რატო აიყვანეთ ვინმე არ ვიცი, მსახიობი, კამერამენი და ბევრად იაფად გამოგივათ რა. ეგ ხომ არტივი არის. განსაკუთრებით როცა ამ ბრენდს თავის არხზე უნდა მაგ რაღაცას გაშვება რა. ამიტომ ეგ ნაწილი ხო ძალიან ბევრს მოსდიოდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეხა ეს თაობებიც რო იცვლებიან ეს მარკეტერებიც ხო რაღაცა ახლებით ვიზრდებით, რაღაცა იზრდებიან უბრალოდ და რაღაცა ამ გარემოში გაიზარდნენ, კონტენტ კრეატორების სივრცეში გაიზარდნენ უკვე და ის ძველები თავიდან რომ იწევდა განსაკუთრებით ეხა მართლა რაღაცა თუნდაც 3-5 წლის წინ კიდე სხვა იყო და ამ ბოლო დროს ცოტა პოზიტიურად ვარ ამ ყველაფერს მათ განწყობილი არ ვიცი რატომ, მაგრამ აი უფრო ეგეთი რთული რაღაცეები აღარ არის ხოლმე თითქოს რა. და red flag-ებს რაც შეეხება ესეთი რაღაცა კონკრეტული მაგ ტრენდის დიდი მიმდევარი არ ვარ, მაგრამ მოკლედ კრეატორებით უნდა იფიქროს ბრენდმა, ჩემი აზრით რა. და ეგ ძალიან სწორი იქნება. ან როგორც კრეატორი, კონტენტ კრეატორი, ყველა ნებისმიერ ბრენდს ახლა გაყიდვა ჭირდება ციფრული სამყარო, ახლა ამ სისულელებზე არ დავიწყებ ძალიან ბევრ ლაპარაკს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ელემენტარული, მაგრამ თუ ბრენდი კრეატორებით იფიქრებს, კრეატორსაც კარგად გაუგებს, თავის კონტენტსაც კარგად გააკეთებს და ეგ ბევრი დაბრკოლება აღარ იქნება რა და კრეატორებით როგორ იფიქრონ, ამას თუ თვითონ ვერ ახერხებენ, ამისთვისაც ვარსებობთ ისევ კრეატორები, რომლებსაც შეგვიძლია არ ვიცი, დავეხმაროთ კრეატორებით ფიქში, დავეხმაროთ საკუთარი არხების ან სტრატეგიის დაწერაში, თუ არ ვიცი, ახლა მაგალითად მუშაობთ რამდენიმე ბრენდთან საკუთარ YouTube არხზე, რომელიც YouTube არხი ისეთი კი არა, როგორც მე მაქვს პირობით რაღაც გასართობი კონტენტი. როდესაც არის პროექტი, პირობითად სამშენებლო პროექტი 6 წლიანი კონკრეტული გეგმით, რომ 6 წელი უნდა გაგრძელდეს, რატო არ უნდა გქონდეს YouTube არხი, სადაც ამ თავის მთელს journey-ს გაუზიარებს YouTube-ზე ხალხს, YouTube-ზეც ხო იგივე აუდიტორია, რაც მომხმარებლები რა. ამიტომ აი ეგეთ რაღაცებზე ვმუშაობთ რა, ძალიან აქტიურად და სხვათა შორის ამ ბოლო დროს შეიცვალა ეგ ტენდენცია და დაინტერესებაც ბევრი არის. ბევრი ბრენდი ვიცი კიდე, რომლებიც ეხა წელს სექტემბრიდან იწყებენ არ ვიტყვი ახლა, მაგრამ სექტემბრიდან იწყებენ და ალბათ გამოჩნდება ისეთი ყველამ რო ვიცით ისეთი ბრენდების YouTube არხები აქტიური და ეგ ძალიან მახარებს და არა მარტო YouTube-ს მიესადაგება ეს, ანუ ყველა და იყო ახლა Instagram-ზეც ბევრი კონტენტ კრეატორი ვიცი გოგოები, რომლებიც მათ კონტენტის კეთებაში ეხმარებიან რა და ეს კრეატორებით ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ასევე რა კი ამ თემას შევეხეთ კომპანიის წარმომადგენლებსაც ეხებათ, მოკლედ კრეატორ აკადემია დავლონჩეთ, მალე დავლონჩავთ უბრალოდ სატესტო ამბავი გქონდა და მანდ იყვნენ ზუსტად კომპანიის წარმომადგენლები, თუნდაც მარკეტინგის მხრიდან ან საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბების ნაწილში ვისაც სჭირდებათ და მოკლედ მათთვისაც ძალიან საინტერესო თავგადასავალი გამოვიდა სხვადასხვა მიმართულებებზე გვაქვს იქ საუბარი, არ ვიცი, short form ვიდეოების კეთებაზე, როცა ვახსენე ხა ცოტა ხნის წინ კარგი ვიდეოს კეთება თქო, იმ რაღაც ტექნიკურ რაღაცებს არ მნიშვნელოვანია, მაგრამ ან ვიდეო როგორ უნდა ეწყოს, არ ვიცი, storytelling-ით დაწყებული, არ ვიცი, აი როგორ გადავიღოთ იმით დამთავრებული, თუმცა ეს ბევრად უფრო ისეთი არამნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ YouTube-ზე მოძებნი ტექნიკურად როგორ დაიყო. მოკლედ ამ მიმართულებისაც ძალიან აქტიურად ვავითარებთ და მე მგონი რომ 1-5 წელიწადში ბევრად უფრო მაგარი შედეგი გვექნება რა, როგორც ბოლო 5 წელში გქონდა კარგი ნახტომი. ნახთ.
შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინეთ. ბოლოს მინდოდა რაღაც ესე ვაკეთებ ხოლმე შეჯამებასავით და პატარა რჩევას ვთხოვ ხოლმე ჩემს სტუმრებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეხა იწყებენ ამ თუნდაც კონტენტ კრეატორობა უნდათ მოწონთ და წარმოუდგენიათ მაგით დავიწყეთ, არა, ხო, ხო? კი, მაგაზე დავიწყეთ მაგაზე საუბარი, თუმცა მე მაგალითად მე დავიწყებდი ამ რჩევის მიცემას, რომ რეალურად იყვნენ ამ საუბრიდან გამომდინარე რაც აზრი გამოვიტანე არის რომ თავარია იყო გუწრფელი მართალი და იყო ავთენტური შენი თავისა და ეს ინფორმაცია რასაც ასე ვთქვათ შენი დეილი რუტინა იქნება თუ ნებისმიერი აქტივობა თუ პროფესია სადაც ხარ და გინდა რომ ეს გაუზიარო შენს მაყურებელს იყოს გუწრფელი და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის წარმატებისთვის დანარჩენი ტიპებზე ალბათ თქვენს დაამატებთ ერთ-ერთ მე დავამატებ, რომ აი consistency, ყოველდღიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააზრებული გქონდეს, აი გიორგიმ რაც თქვა, რომ ერთ ღამეში არ ხდება blow-up-ი და უცბად ვერ გაფრინდები, თუმცა ეგეც შესაძლებელია. ალბათ ეგეც დიდი გამოცდილების მერე. კი, ხო. მე მაინც მგონია რომ ნელ-ნელა აშენება ყოველთვის უფრო ჯობია. არ უნდა დანებდე და არ უნდა გაჩერდე ეს ვიღაც რეკლამა გამომივიდა. არა, მართლა ეგრე არის. აი გავა დღეები და გაყინული ხარ 100 ნახვაზე, 150 ნახვაზე და მე იმას ნულები ემატება დროთა განმავლობაში და ეგ აუცილებლად მოდის, როცა შრომას დებ და ყოველ დღე ჩნდები ეკრანზე თუ შენ თავისთვის თუ ყოველდღე მუშაობ რაღაცაზე აუცილებლად შედეგი იქნება და ეგ აი არ დანებების მომენტი მნიშვნელოვანია. იქ არის კიდე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ძალიან ბევრი ნეგატივი არის სოციალურ რომელიც გაოფილტრავია და ამას ძალიან დიდი დემოტივაცია შეუძლია ადამიანებისთვის და ეგეც დროსთან ერთად მოდის, რომ სწავლობ როგორ არ მიაქციო ამას ყურადღებას და უბრალოდ უნდა აი რობოტივით ყოველ დღე მაინც გააგრძელო იგივე და არ მიაქციო ყურადღება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. და რა ვიცი, რას დაამატებ კიდე. მე ხა იმას დავამატებ, რომ არ არის აუცილებელი ყველა კონტენტ კრეატორი იყოს მეგობრებო. To be honest. ანუ საერთოდ არ არის აუცილებელი. და კიდე არ ვიცი, რაღაცნაირად შეიძლება უბრალოდ შინაგანად კრეატორები იყვნენ და კონტენტს არ ქმნიდნენ. ხო, ეგ შეიძლება. აკეთე რაღაც. კრეატიული ადამიანი არ არის, მართლა არ არის აუცილებელი რომ ყველა იუთუბერი იყოს ან ყველა კონტენტ კრეატორი იყოს, კი მესმის რომ ტრენდულია, მაგრამ თუ შინაგანად ხვდები რომ იცი რა შენი არ არის, მაგრამ იმიტომ გინდა რომ ნახვები გქონდეს თუ ფული იშოვო, ეგრე მოგიწევს ძალიან ბევრი წვალება. ხო, მართალია. ალბათ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რომ გინდა თუ არა კარგად დაფიქრდე რა და ხო დემოტივაციით დავიწყე, მაგრამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა და დანარჩენი ახლა უკვე შრომა მოტივაციასაც იპოვით მე ასე შემდეგ ძალიან ისეთია რა ბევრ პრაქტიკას ნახავთ თავარია რომ აი შინაგან აი რაღაცნაირად უნდა მიხვდე ამისთვის სათხარ თუ არა გინდა თუ არა აი რაღაცნაირად არ ვიცი მე ეხაც მაგ პერიოდები როდესაც ხვდები რომ არ მინდა ლაპარაკი საერთოდ რა აი რაღაცე მომენტები მაქვს როცა მინდა რომ რაღაცეები გავუზიარო ადამიანებს სასარგებლო და რაღაც არ ვიცი რაც აი мотиваცია ესე ვთქვათ სამოტივაციო ნაწილში ვიყო აქტიური იმიტომ რომ აი რაღაც მომენტში მეც მაგრად ვივსები ამით მაგრამ არის რაღაც პერიოდები როცა საერთოდ არ ვარ ხოლმე აი ამ ხასიათზე რა და მინდა უბრალოდ ჩემთვის ვიყო ეგეც სხვა ადამიანური არის make mistake არ არის რა ხო ამიტომ თავარია თქვენ ჩამოყალიბდეთ გინდათ თუ არა და თუ გინდათ იმდენი tools-ი, იმდენი ცოდნა, იმდენი ხელსაწყოა, როგორიც ჯერ არასდროს არ ყოფილა დაწყებული აგერ ჩვენი კონტენტ კრეატორ აკადემიით. მაგრამ რა თქმა უნდა ყველა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო insights. ბევრი ამოიცნობ საკუთარ თავს, ვისაც ვილაპარაკე. დავიჭერთ ამ პოდკასტის ეპიზოდიდან. მადლობა მეგობრებო, ჩვენი სტუმრები იყვნენ გიორგი დანელია და ქეთა ბაღაშვილი და გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს უკვე ახალ სტუმრებთან ერთად დროებით. მადლობა.